გამარჯობა. რადიომეტის დღის არხის ფორმატში განვაგრძობთ მუშაობას. თბილისის დროით 14 საათი 20 წუთი გახლავთ. რადიომეტის სტუდიაში ჩვენ პოლიტიკის დოქტორს ბატონ ირაკლი გოგავას მასპინძლობთ. გამარჯობა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. მადლობა. ბატონ ირაკლისთან ერთად ჩვენ ვეცდებით რამდენადაც ამის საერთოდ რო გვეყოფა, ვრცლად მიმოვიხილოთ ვრცელი გეოპოლიტიკური დაუსრულებელი წიაღწევებით გამორჩეული ეს მაქსიმალურად დინამიური კი არა და სუპერ აჩქარებული პროცესი, რასაც ჩვენ მთელი სოფლიოს მასშტაბით ვაკვირდებით. ფაქტია, რომ ჩვენ რეგლობალიზაციის პროცესში ვართ, რომელიც არ არის ერთი დღის და ერთი წლის საქმე და ეს პროცესი ჭიანურდება. თქვენთან ერთად მე ვეცდები მეტწილად ანალიტიკურ ჭრილში დავინახოთ საერთო სურათი, ვიდრე კონკრეტულ ფაქტებზე კომენტარი. ამიტომაც მე ცოტა უკან დავბრუნდები მთავარ შეხვედრას, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოავლინა ფაქტობრივად, რაოდენ გაიზარდა როგორც პოლიტიკური ცენტრი და გამოიკვეთა კიდევ უფრო პეკინი. როდესაც ჩვენ იქ ვიხილეთ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პირის ვიზიტი, როგორც კი ისწავიდა შტატებისკენ, მაშინვე იქ ჩადის პუტინი. იქ ძალიან ბევრი მოთქმა იყო, რომ მოლოდინი ამერიკას სხვა ქონდა, სხვა მიიღო, რუსეთსაც სხვა ქონდა, სხვა მიიღო, მინიმუმ ახალი გაზსადენის გაყვანა უნდათ, რომელსაც მათთვის ღირებულება აქვს, მაგრამ ეს არ მოხდა და ასე შემდეგ, მაგრამ დახურულ კარს მიღმა კიდე რაზე შეთანხმდნენ, რა განიხილეს და რა არ განიხილეს, ეს ცალკე საგანია, ამაზე ანალიზის დონეზე თუ ვიმსჯელებთ, მაგრამ მთავარი ასპექტი არის საინტერესო, რომ ჩინეთის პრეზიდენტმა უმასპინძლა ერთ იმ სახელმწიფოს, რომელსაც უნდა მაქსიმალურად ზესახელმწიფოების შენარჩუნება და მეორე იმ სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება უკვე ხვდება, რომ ზესახელმწიფო ვერ არის, მაგრამ მინიმუმ რეგიონულ დომინაციაზე ის უარს არასდროს იტყვის და ახლაც ამის დამტკიცებას ცდილობს, მაგრამ რა სურათღებულობთ ფრონტზე, ეს საერთოდ სხვა მოცემულობაა. თქვენი ხედვითა და თქვენი შეფასებით რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც გამოიკვეთა ამ სამი ქვეყნის პირველი პირების შეკვეთის შემდეგ, აი სწორედ იმ ჭრილში, რასაც ქვია გლობალური გადახალისება გეოპოლიტიკური მოხაზულობების და სახელმწიფოების. ბატონო, იცით რა არის, თქვენ რაც ახლა აღწერეთ, ეს ღერძული საკითხია დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების მთელ სოფლიოში. ეს არის დომინაციისთვის, მსოფლიო ლიდერობისთვის პაექრობა. რომელსაც რაღაც თავისი საკუთარი გადაწყვეტილებით არავინ არ იწყებს. ეს ბუნებრივი პროცესი ასეც ხდება. მსოფლიოს ჰეგემონიან დომინანტი ლიდერი სახელმწიფო ადრე თუ გვიან იწყებს სტაგნაციაში შესვლას და აღმოსვლას და პრეტენდენტი სახელმწიფო იწყებს აღზევებას. სწორედ ასეთი ამ პროცესს ვაკვირდებით ახლა, ჩინეთის სახით ეს არის პრეტენდენტი, რომელიც აღმოსვლის ტრაექტორიაზეა, ხოლო შეერთებული შტატები, რომელიც აღმოსვლის ტრაექტორიაზეა. ზოგადად იმპერიების ლევამოსილება და იმპერიების სიცოცხლის უნარიანობა, ხო, გამოთვლილი აქვს ისტორიკოსებს და საშუალო ხანგრძლივობა იმპერიების არის 250 წელი. რა თქმა უნდა, არის იმპერიები, ვინც 1000 წელი, ხო, მეტნაკლები, საშუალო არის 50. ხო, ის აუცილებლობა 4 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებს უსრულდება 250 წელი დაასრულებიდან, ანუ 1776 წლიდან, როდესაც დამოუკიდებლობის ომი მოიგეს, ბრიტანელების კოლონიისგან, ესე კოლონიალიზმისგან თავი დააღწიეს. ეს ანგლოსაქსონური, ინგლისური, იმპერიალისტური სიმძიმეები და შესაძლებლობები დინამიურად გადავიდა. დიახ. ანუ ეს არნიშნავს იმას, რომ დინა თუ არა შეერთებულ შტატები როგორც იმპერია და უშუალოდ 4 ივლისს დამთავრდება, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ტრენდი არის გასაგები და ეს სი ძინპინმა ტრამპს უთხრა პირდაპირ, რომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ თუ კიდიდეს ხაფანგში. ეს სი ძინპინმა პირდაპირ განუცხადა შეხვედრაზე, როცა ტრამპი იყო პეკინში და სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტი 2017 წლის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტი არ ყოფილა ჩინეთში ვიზიტად. ეხლა რას ნიშნავს ეს თუ კიდიდეს ხაფანგი? თუ კიდიდე იყო ისტორიკოსი ძველი ბერძენი, რომელმაც აღწერა პელოპონესის ომები. ანუ დომინანტი სპარტამ დაუწყო ბრძოლა ათენის აღმავალ რესპუბლიკას. და კასკადი იყო მთელი იქომების, ეს აქვს აღწერილი თუ კიდიდეს. ამას აღნიშნავენ რას, რომ სოფლიოს ისტორიაში, აი მკვლევარ ელისონს, აქვს ამერიკელ მკვლევარ ელისონს აღწერილი 1500 წლის შემდეგ
16 სიტუაცია, როცა დომინანტი ჰეგემონი სახელმწიფო არსებობდა და პრეტენდენტი მის ადგილს, ასე ვთქვათ, ეცილებოდა. ხო, ასეთ შემთხვევაში დომინანტი იწყებს ომს. ხო და 16 ასეთი შემთხვევიდან, მე-16 საუკუნის დასაწყისიდან, 16 ჯერ იყო ასეთი შემთხვევა, 12 დასრულდა ომით. ეს არის 75%-იანი სტატისტიკა, რომელიც სიძინპინმა უთხრა, რომ ეხლა მე აღმავალი ვარ, შენ დაღმავალი და მოდი ამის გამო ომს ნუ დამიწყე. ამ სტატისტიკას ნუ გავამყარებთ. ხო, ნუ გავამყარებთ, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ სტატისტიკა ეხლა კანონზომიერებებს გამოხატავს. ანუ შეერთებული შტატები არ გავს იმ ძალას, რომელიც რაღაც დაუძლურებულია და შეეგუება, ასე ვთქვათ, დომინანტის ჰეგემონის სტატუსის დაკარგვას. რატომ? იმიტომ რომ ეს ჰეგემონის სტატუსს ახლავს თან ძალიან კარგი ბონუსი. ეს არის ეგრეთ წოდებული ჰეგემონის რენტა. ჰეგემონის რენტა ნიშნავს იმას, რომ შენი ბიზნესი, შენი პოზიციები, შენი კაპიტალი პრიორიტეტულია ბევრი ქვეყნისთვის, იმის გამო, რომ შენ პოლიტიკურად ძლევამოსილი ხარ. და შეერთებულ შტატებს სხვათა შორის და შენი ვალუტა. ხო, შეერთებული შტატების მთავარი ბერკეტი და იერარქიული ინსტრუმენტი. კი, რუსებმა დაუთვალეს და პუტინმა გააჟღერა კიდევაც, რომ იმის გამო, რომ ამერიკული დოლარი არის მთავარი სარეზერვო ვალუტა, შეერთებული შტატები წელიწადში იღებს 10 ტრილიონი დოლარის უპირატესობას. გარდა იმისა, რომ დიდი ეკონომიკა აქვს და აქციებს ფლობენ სხვადასხვა ტრანსნაციონალური კორპორაციების და ბუნებრივი წიაღისეულის კონტროლი და ასე შემდეგ. ამიტომ შეერთებული შტატებისთვის ურთულესი იქნება ჰეგემონობაზე და ჰეგემონის რენტაზე უარის თქმა, ამას ჩემი აზრით შეუძლებელიც კი, შესაბამისად ადრე თუ გვიან გამწვევებებს უნდა ველოდოთ. მაგრამ ცხადია ამ ვიზიტის დროს ვერ შედგა გლობალური შეთანხმება პეკინსა და შეერთებულ შტატებს შორის, თუმცა საშუალედო შეთანხმება მაინც შედგა. და რაზე? ეს არის ის, რომ ჩინეთი არ გამოიყენებს სამხედრო ძალას, ვიდრე ტრამპი არის პრეზიდენტი ტაივანის წინააღმდეგ. ანუ ტაივანს ძალით სამხედრო გზით არ დაიმორჩილებს, მაგრამ სანაცვლოდ შეერთებული შტატები არ გამოიყენებს სამხედრო ძალას ირანის წინააღმდეგ. ეს არის საუბარი 3 წლიან შეთანხმებაზე, ანუ ვიდრე ტრამპის კადენცია მორჩება პრეზიდენტის რანგში. ეს შეთანხმება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არ გამოცხადებულა ღიად. შეერთებული შტატები მაინც აგრესიულ რიტორიკას აგრძელებს ირანის მიმართ იმისათვის, რომ მიიღოს უკეთესი პირობები მოლაპარაკების. ხო, აი ხა მიმდინარე მოლაპარაკების და სხვათა შორის დისტანციურ მოლაპარაკების. ერთგვარი პროგრესიც არის მიღწეული. მხარეები თითქმის მზად არიან წინასწარ მემორანდუმზე ხელი მოაწერონ, აი დღევანდელი ინფორმაცია ირანი და ეს 60 დღიანს გულისხმობთ? 60 დღიანი დიახ და თითქმის შეთანხმებული რაღაც ნიუანსები დარჩა, როგორც ვენსმა ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, იმიტომ რომ ირანი არის ჩვენი რეგიონის სახელმწიფო, კავკასიის ნაწილია, დიდი კავკასიის ნაწილი. და ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს ახლა ომი და უბედურება ჩვენს რეგიონში. უკრაინაც ჩვენთვის მიუღებელი სცენარია. მართლა გამოდის, რომ ორ ცეცხლს შუა ვიქნებით. ეგრეა. ნუ კარგი ის არის, რომ ჩვენ ვინარჩუნებთ, მადლობა ღმერთს, სიმშვიდის კუნძულის სტატუსს. და ეს უნდა გაგრძელდეს და ამას მოაქვს საქართველოსთვის გარკვეული ბონუსები და სარგებელი. ამ ნაწილს აუცილებლად დაუბრუნდებით თქვენიც ნებართვით, რადგან ირანი ახსენეთ ამ მიმართულებით, რომ ოდნავ მაინც ამოვწუროთ, ჩვენ ვნახეთ ძალიან დიდი მონდომება პაკისტანისა, რომელიც შუამავლად აცხადებდა თავს. და ასეც არის. მაგრამ მეორეს მხრივ კიდევ უფრო მეტი ანალიზის და დაკვირვების შემთხვევაში ხვდები, რომ პაკისტანი ინდივიდუალურად და მარტო არ მოქმედებს და ძალიან ჩანდა, ყოველ შემთხვევაში შეიძლება მე ვკითხულობდი ასე, რომ და არ არის ეს ას მოკლებული მსგავსი ვერსიებიც იყო, რომ ჩინეთი ნაწილობრივ პაკისტანელების ხელით და პირით ახმოვანებდა კიდევაც შუამავლისთვის საჭირო შესაძლებლობებს იმისთვის, რომ ეს საერთოდ გამონახულიყო. ნუ ჩინეთის პოლიტიკაც გასაგებია და თვითონ იქ მკვეთრად არ ჩანს.
და მეორეს მხრივ ჩვენ ვხედავთ ამ მოლაპარაკების შესაძლო დასრულებული ფორმის მიღებამდე ისრაელის ქმედებებს. ხო, ფაქტობრივად დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ ისრაელისთვის ალბათ უფრო მომგებიანია ეს კონფლიქტი გამწვავებულ რეჟიმში იყოს და მინიმუმ ფორმაციის გარეშე და გაურკვეველი, თუმცა წერტილი და სიმხურვალი იქ არსებობდეს, ვიდრე თუნდაც მოლაპარაკების მეშვეობით დასრულებული. და ჩვენ ამასობაში ვიხილეთ პაკისტანში ტერორისტული აქტი. გასაგებია რომ ეს ტერორისტული აქტი თავის თავზე აიღო იქ კონკრეტულმა ორგანიზაციამ, მაგრამ რამდენად შემთხვევითი იყო ის, რომ სწორედ ამ პერიოდში მოხდა უსაფრთხოების და მაღალჩინოსნების იმ მატარებელში ყოფნა თავის ოჯახის წევრებთან ერთად და მოკლედ ფონურ რეჟიმში მცდელობების მიუხედავად ერთის მხრივ პაკისტანისა, შეიძლება ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოებისა, რომ მოლაპარაკება შედგეს და მეორეს მხრივ ძალები, რომლებსაც ეს მოლაპარაკება არ აწყობთ, რომელს უფრო მეტი შანსი აქვს, რომ შედეგზე გავიდეს. ახლა კი არის გამოიკვეთა, რომ 60 დღიანი შეიძლება რომ შეთანხმდეს მემორანდუმზე ძალიან ახლოს არიან, მაგრამ დაახლოებით იგივე მოცემულობა იყო რამდენიმე დღის წინ, როდესაც მოულოდნელად ჯერ ისრაელმა, შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დარტყმები განახორციელეს და თქვეს, რომ კი არაფერი დავარღვევთ, მაგრამ პრევენციულად საჭირო იყო. იცით რა არის ზოგადად რა თქმა უნდა რაც მიმდინარეობს ახლა ახლო აღმოსავლეთში ეს პირველ რიგში უკავშირდება ჩინეთს. რატომ? იმიტომ რომ ჩინეთი სპარსეთის ყურიდან იღებს ენერგეტიკულ რესურსს, ნავთობი გაზი. მისი საკუთარი მოხმარების 20%. კიდევ დაახლოებით 10% ვენესუელიდან იყებდა, ხო? და შეერთებული შტატების მიზანია რომ ეს ენერგეტიკული მარწუხებით, ესე იგი, დაიჭიროს ჩინეთი და მერე ევაჭროს მისთვის მისაღებ პირობაზე. და ისის ფაქტია ბოდიში, რომ ირანში რაც პროცესები მოხდა, ავიაიერიშები და შემდეგ, ალბათ შემთხვევითი არ იყო, წინ უსწრებდა დაგეგმილ და სავარაუდო დიდი ალბათობით შეხვედრას სი ძინპინთან. რა თქმა უნდა, მაგრამ რახან ვერ მოასწრეს ირანის ასე ვთქვათ დამორჩილება ან რეჟიმის რუსეთის არ იყოს ორ კვირაში. რეჟიმ ჩეინჯის ოპერაცია, ხო? ამიტომ ტრამპმა მისი ვიზიტი გადადო. გადადო ერთი თვით, ხო? აპრილის დასაწყისში უნდა ყოფილიყო, გაიმართა მაისის დასაწყისში. და შემდეგ უკვე საეჭვოდ დაემთხვა პუტინის ვიზიტს. ასეთი დიდი ვიზიტები, როგორც წესი, ერთი კვირის განსხვავებები არ არის, ხო? აქ 5-6 დღის განსხვავება იყო. მაგრამ ეს დაემთხვა, იმიტომ რომ ტრამპმა გადადო აპრილში დაგეგმილი ვიზიტი, იმიტომ რომ ჯერჯერ ძლიერის პოზიციიდან ვერ ჩავიდოდა იმ სიტუაციაში. ეხლა პაკისტანს რაც შეეხება, პაკისტანს ესმის პაკისტანს აქვს ძალიან კარგი და ფართო ურთიერთობები ჩინეთთან. ჩინეთმა პაკისტანში ჩადო 44 მილიარდის ინვესტიცია უკვე, ააშენა რკინიგზა, ააშენა ავტობანი, აშენებს საპორტო ინფრასტრუქტურას. კიდე ცალკე საგანია. და ესე იგი ჩინეთის ინტერესი არის, რომ მალაკის სრუტეში და ყვითელ ზღვაში, ჩინეთის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, აი მთელი ეს მისი სანაპირო სარტყელი, სადაც დახუნძლულია დასავლური სამხედრო ბაზებით, ტვირთით საკუთარი ისე გაატაროს, გაიყვანოს მსოფლიოზე, რომ ამ ბაზების ესე იგი ბლოკირებას ასწრეს. ამიტომაც მოხდა ბირმაში, მიანმარში ეგრეთ წოდებულში სამხედრო გადატრიალება და იქ ჩინეთმა რკინიგზა გაიყვანა და მალაკის სრუტეს ეს მარშრუტი ხდება. ამიტომ ხდება ავღანეთი, ცენტრალური აზიის სახელმწიფოები, პაკისტანი, ირანზე გასვლა და ირანთან ჩინეთს აქვს 30 წლიანი შეთანხმება სტრატეგიული, რომლის მიხედვითაც ირანი ჩინეთს ნავთობს აწვდის 20%-იანი ფასდაკლებით, მაგრამ სანაცვლოდ ჩინეთი აკეთებს 25 წლიანი შეთანხმება, 400 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ამ 25 წლის განმავლობაში. ეს ასე ვთქვათ, კარგი სიმბიოზია, ირანს ეს აწყობს, იმიტომ რომ სტაბილურად სანქცირებულ ირანს ეკონომიკურად. რა თქმა უნდა, ხო, სანქციების მიუხედავად კი 20%-იანი ფასდაკლებით აძლევს, მაგრამ სანაცვლოდ ინფრასტრუქტურაში და რეალურ სექტორში ინვესტიციებს ღებულობს ჩინეთიდან. მოკლედ ჩინეთს ვერ გადაუკეტეს, გამოვიდა ესა, იმიტომ რომ ამერიკული ფლოტი, რომელიც იქ დგას, ეხლა ირანი როგორ აპარებს თავის ტანკერებს, ანუ
ესე იგი თავისი სანაპიროს გასწვრივ მიდის ეს ტანკერები, შემდეგ პაკისტანის ტერიტორიულ წყლებში, სადაც ვერ არტყავს, შემდეგ ინდოეთის ტერიტორიულ წყლებში და აი ესე აი საკვირველია რომ ინდოეთის სივრცის გამოყენებასაც ვერ ახერხებს ამერიკის შეერთებული შტატები ამის აღსაკვეთად, იმიტომ რომ ვიცით რომ იგივე ინდოეთს პაკისტანის საპირწონეთ და ჩინეთის საპირწონეთაც ახალი ამბავი არ არის განიხილავს ამერიკა. კი ბატონო, მაგრამ ინდოეთი ჯერ ესეთი ამბიციური ქვეყანა ჯერჯერობით ვერ არის. ეს 15 წელიწადში შეიძლება გახდეს, მაგრამ ინდოეთი ზოგადად ინდოეთის პერსპექტივა როგორც დიდი რაღაცა სოფლიო ლიდერის საკმაოდ შეზღუდულია გამომდინარე გეოგრაფიიდან. მას ერთი მხრივ ყავს ბანგლადეში, უზარმაზარი ქვეყანა მუსულმანური მოსახლეობით, მეორე მხრივ ყავს პაკისტანი, 250 მილიონიანი ქვეყანა და აი ამ ოდესღაც თავისი სივრცე ხო და ჩრდილოეთში კიდევ ჰიმალაის ყველაზე დიდი მთები. ამიტომ ის შეზღუდულია ზღვით გასასვლელი ჯერჯერობით. ხომ აქვს და აქვს, მაგრამ ბევრი ასპექტია. ამიტომ ის ვერ გახდება ვერასდროს ევრაზიული ცივილიზაცია, ევრაზიული ცივილიზაცია გულისხმობს დომინანტი ლიდერი. ჩინეთს ეს ამბიცია აქვს, სი ძინპინმა ეს პირდაპირ უთხრა ტრამპს შეხვედრაზე. დანარჩენი გამოჩნდა ამ შეხვედრების ფონზე რა, რომ პირველ კლასში, ამ სოფლიო იერარქია რო გავაკეთოთ, პირველ კლასში არის დარჩენილი მხოლოდ ორი სახელმწიფო, შეერთებული შტატები და ჩინეთი. აი რუსეთის კი უკვე გადაინაცვლა მეორე კლასში, მიუხედავად უზარმაზარი ბირთვული ტრიადისა, სოფლიოში ყველაზე ძლიერი ბირთვული ტრიადისა და ბირთვული ფარისა, რომელიც მას გააჩნია, მიუხედავად ამისა. ამიტომ ამ სამეულში ამერიკა, ჩინეთი, რუსეთს აქვს ფუნქცია, სერიოზული ფუნქცია, იმიტომ რომ ვისხარესაც დადგება, იქით გადაწონეს ოპერაციას. თვალსახად, ამიტომაც ფაქტია, რომ იგრძნობა იგივე ამერიკის დამოკიდებულებაც ცოტა ოდნავ შეცვლილია წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით და პეკინი ხო საერთოდ ბატონო ირაკლი დრო ცოტა რჩება და რამდენიმე საკითხს მინდა აუცილებლად ვუპასუხოთ, გამოვეხმაუროთ და აი ამ ჭრილში ამ შესაძლო შეთანხმება თქვენ და ანალიზი ამ კუთხით გააკეთეთ, რომ თქვათ გაცვლა ფაქტობრივად სახეზეა, რომ ვიეტნამი რა იყო უკაცრავად ტაივანთან მიმართებაში თან საგულისხმო ფრაზა გააკეთა დიპლომატიური, რომ არავინ ინანოს ჩინეთის პირველმა პირმა და ერთი ნიშანდობლივი ის იყო, რომ ტრამპმა აბსოლუტურად შერბილებული განცხადება გააკეთა ტაივანთან მიმართებაში და შეაჩერა მათთვის გასაყიდად გამზადებული ფაქტობრივად სამხედრო არსენალი. იქ ახლა გასამართლებელი საბუთი ბევრია, ხო, იგივე უკრაინასთან მიმართებაშიც ამბობდა, რომ აგერ ირანში გჭირდება და ახლა ასე ვერ გავყიდით. მაგრამ ეს აღმოჩნდა. თქვენ თქვით, რომ ასე ვთქვათ, შეთანხმდნენ ირანში მშვიდობაზე. ამ მოცემულობაში მთავარი მოთამაშე ამერიკის პარტნიორის სახით არის ისრაელი, რომელსაც საკუთარი ინტერესები აქვს და რომელიც ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს. ამ შესაძლო შეთანხმებას პეკინში რამდენად გამოყვება ისრაელის პოლიტიკური ადმინისტრაცია და იქ რა პოლიტიკური შესაძლებლობები ხედავს. იდეა და ჩანაფიქრი ამ სამხედრო ოპერაციის, რომელიც განახორციელეს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა, იყო რეჟიმის შეცვლა ირანში. ანუ ფაქტია რომ ეს ვერ მოხდა. აიათოლების რეჟიმის შეცვლა, იქ შახის თუ ვიღაცა სხვა მოყვანა, რომელიც მათი მოკავშირე იქნებოდა, მაგრამ ეს ოპერაცია ჩავარდა. არ ნახულად იჩინა თავი მრავალსაუკუნოვანმა გამოცდილებამ სისტემური მართვისა სახელმწიფოსი და იმპერიისა. ჩემი აზრით, ჯერ უნდა არ იქნა შეფასებული ირანის პოტენციალი, რო გვესპოდეს ირანი ეს არის სოფლიოს პლანეტაზე უძველესი სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაცია, რომლის ცოდნა, სიბრძნე გაცილებით მაღალია ვიდრე ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოს. ეს არის იმპერიული ცოდნა და სიბრძნე და ეს თავისით არ მოდის მას იყო ერთი ძალიან სიმბოლური ჟესტი, რომელიც ირანის ერთ-ერთმა მაღალმა რანგის თანამდებობის პირმა გააკეთა 4800 წლის ხე ევკალიპტე ბოდიში კვიპაროსის ხესთან ჩაწერა ვიდეო და მიმართა რომ ასეთი ფრაზა თქვა, რომ ეს ხე როცა აქ დაირგო, აქ ირანის სახელმწიფო იყო. ნუ ეს სიმბოლური ჟესტია და ძალიან ძლიერი ჟესტი ჩემი აზრით, ამიტომ ირანთან მოუწევთ ურთიერთობა, თანამშრომლობა, მაგრამ ეხლა ისიც ჩემი აზრით ისიც გასათვალისწინებელია, რომ ირანი არ უნდა იყოს ისრაელისთვის ეგზისტენციალური საფრთხე.
და სწორედ ერთადერთი რაზეც შეიძლება შეთანხმდნენ ეს არის სწორედ ეს ბირთვული იარაღის არქონა ირანის მიერ რომელიც ისედაც ორი ფეთვით აიათოლას აკრძალული ქონდა ირანელებისთვის ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა და მისი გამოყენების აკრძალვაც არის ამ ფეთვაში ანუ ომამდე რა ვითარებაც იყო ირანმა თავისი პოზიცია გამოხატა ამ ორი ფეთვით წინა აიათოლას მეშვეობით ირანი არ აპირებდა ატომური იარაღის შექმნას. შესაბამისად, ეგზისტენციალური საფრთხე იხსნება, ხო? ადრეც მოხსნილი იყო, ეხლაც იხსნება ისრაელის მიმართ. აქედან გამომდინარე, ისრაელისთვის მთავარი შეშფოთება თუ მოხსნილია, მაშინ ჩემი სხვა საკითხებზე შეთანხმებადია, მაგრამ ჩვენ უნდა ველოდოთ რეჟიმის changes ფაქტს არა ირანში, არამედ ისრაელში. სავარაუდოდ შემოდგომაზე ბევრი ელოდება, რომ ისრაელში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები და მოვა სხვა პრემიერ-მინისტრი, არა ბენიამინ ნათანიაჰუს ნაცვლად, ხო? იქ არის კანდიდატები სხვადასხვა ბენეტი და სხვა. დრო გვიჩვენებს. კიდევ რამდენიმე საკითხი მქონდა, მაგრამ დიდი ალბათობით ვერ მოვასწრებთ, ამიტომ ცოტა გადავახტები და შევამჭიდროებ ჩვენ სასაუბრო არეალს. ამერიკის ქმედება, მექანიზმები, მისი გავლენების შენარჩუნებისა თუ სამოქმედო სტილისა გასაგებია. თუმცა ჩვენ მას შემდეგ რაც ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა ოდნავ მანამდე რაღაც გაურკვევლად ხედავდით გამოკვეთილ ინტერესს, რას და როგორ აკეთებს და აპირებს ამიერკავკასიაში და ჩვენთან მიმართებაში, ხო? მე მოულოდნელად სომხეთის ფერისვალებამ, რომელიც მოყვა ყარაბაღის ტერიტორიის ასე მოგვარებასა და დასრულებას როგორც დღეს არის მკვეთრად გამოაჩინა ისევ ამიერკავკასიაში ტრამპის ადმინისტრაცია, ანუ ამერიკა. აგერ ესეც საინტერესო ვიზიტი იყო, მისი წარმომადგენელი ჩამოდის და აეროპორტშივე აწერს ხელს და მე მიდის აეროპორტი იქით არც გადის. გეგონება ის გადაფრენით მოძრაობდა ერთი აეროპორტი იქ იყო დაელოდა და მე ტრანსფერი სხვაგან ქონდა. მაგრამ ფაქტია რომ ეგ გამოჩნდა. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების მხარე. მეორე მხარეს არის ჩინეთი, რომელიც აბსოლუტურად სხვა კონცეფციით ცდილობს დომინაციას გლობალური თვალსაზრისით, სადაც წინ წამოწეული აქვს გეოეკონომიკური ასპექტები, სუვერენული და თანასწორუფლებიანობა. ახლა იქ როცა მისი დიდი ფინანსები შევა კონკრეტულ სახელმწიფოში და ფინანსურად დამოკიდებულები გახდებიან სახელმწიფოები, რა მოყვება ამას ეს სხვა საკითხია, თუმცა ასეთია ეს კონცეფცია და ამ ჭრილში ამიერკავკასიას განსაკუთრებული ღირებულება აქვს. ამ მოცემულობაში ჩვენს პერსპექტივას რას ხედავთ იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაზე რომ არაფერი ვთქვათ, აგერ გერმანიის მკვეთრ მილიტარიზაციაზეა საუბარი. ამ დროს ჩვენ წარმოგვედგინა ჩვენი თავი ევროპისა და აზიის ერთ-ერთ დამაკავშირებელ რგოლად და იქ თუ ისევ ომის თემა ვის რა სჭირდება ეკონომიკა და ვაჭრობა. ჩემი აზრით სომხეთის მიმართ ხორციელდება დაახლოებით იგივე პოლიტიკა დღეს რაც ჩვენს მიმართ განხორციელდა 80-იანი წლების ბოლოდან და 90-იან წლებში, როცა ქართველების რუსული სივრციდან განდევნა მოხდა. და ჩვენ არ დაგვიშვეს რუსული ჩვენ უცხოებსაც არ ჩაუნაცვლები ვართ ასე ვთქვათ ამ სივრცეებში ხო რუსული აქტივების პრივატიზაციის პროცესთან არ დაუშვეს ქართველები ამიტომ იყო საჭირო კონფლიქტების ინსპირირება სხვათა შორის მაშინ არ დაუშვეს არც აზერბაიჯანის ელიტა არც სომხეთის ელიტა ყარაბაღის ომით, აფხაზეთის, ხილვალის კონფლიქტით ეს იგივე ხელწერა და მექანიზმი. შემდეგ სომხებმა მოახერხეს იმის გამო, რომ ეს ქსელური გარდა იმისა, რომ ერია უძველესი დიდი ტრადიციით, ქსელური ორგანიზაცია, საერთოდ სხვა დონეზე აქვთ. ლობისტური ჯგუფები აქვთ უძლიერესი ბევრ ადგილას მსოფლიოში, სომხებმა მაინც მოახერხეს თავისი ნიშის დაკავება რუსეთში და დიდი კაპიტალის დაგროვდა იქა სომხების მიერ და ეხლა ხდება ამის გამოძევება იმიტომ რომ სხვა ინტერესის ჯგუფებმა ვისაც რუსეთის ხელისუფლებაზე უდიდესი გავლენა დღეს ამ ჯგუფებმა გადაწყვიტეს რომ ისინი ასე ვთქვათ მოზიარე არ ჭირდებათ რუსეთის სიმდიდრეები მანამდე დაახლოებით ასე გაირიყა ქართული და ამ კონფლიქტების არ მოგვარებით ეს ქართული კომპონენტი გარიყული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ყავს დაახლოებით 400,000-იანი ქართული დიასპორა, წარმატებული ხალხიც არის, ექიმები, ხელოვნები, ასე შემდეგ, მაგრამ ეს ის არ არის, რაც სხვა ჯგუფებს აქვთ.
აი ეს ხდება სომხეთის თვალსაზრისით, მაგრამ რახან რუსეთის სფეროდან უნდა გარიყო, ამ ვიღაცამ უნდა დაპირდეს მაინც რომ ჩვენთან იყავი, ხო? მაგრამ ეს იქნება მხოლოდ დაპირება, არავით არის ტრამპის მარშრუტები და ტრამპის ტრასები და ავტობანები იქ არ იქნება გამორიცხული თემა ეგა, იმიტომ რომ გეოპოლიტიკის აქ თავის კანონზომიერება ადრე და ეს შეიძლება ერთ-ერთი სადისკუსიო თემაც აღმოჩნდეს იგივე ირანსა და ამერიკას შორის კომუნიკაციის ჭრილში, ხო? კი, რა თქმა უნდა, ირანი აბსოლუტურად წინააღმდეგია საერთოდ ექსტერიტორიული კორიდორის იქ და ამაზე თუ ეს მოხდა თეორიაშიც კი სამხედრო კომპონენტი ჩაერევა ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ ეს დრამატულად სulis მას გეოპოლიტიკურ ვითარებას ირანისთვის და ჩვენთვისაც ყოთა შორის, მაგრამ აი საპირისპირო ვექტორი კი უკვე დაიწყო ამ საპირისპირო ვექტორმა განვითარება, ეს არის ჩრდილოეთ სამხრეთის მაგისტრალი, საქართველოს, სომხეთი, ირანი. საფრანგეთმა მაკრონმა ბოლოს ვიზიტის ევრონესტის კონფერენციაზე ვიზიტის დროს ერევანში გამოაცხადა, რომ ფრანგები გვირაბებს გაიყვანენ მეღრის უღელტეხილებზე, რომ ირანთან დაკავშირდეს სომხეთი და ეს ჩვენსკენ მომავალი გზაა, შავი ზღვისკენ მომავალი გზაა. ხო, აი ეს გზა განვითარდება, ეს რეალისტურია, იმიტომ რომ შედის მსხვილი მოთამაშეების და აი ტრამპის გზა და ეს სიუნიკის კორიდორი ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთ დასავლეთის მიმართულებით, ეს მხოლოდ რიტორიკაა, ამას რეალისტური დასაბუთებაც კი არ აქვს, რატომ? იმიტომ რომ თურქეთის მთელი აღმოსავლეთი ნაწილი არის თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ ეკონომიკის 1% მხოლოდ. მთელი განვითარებული ბირთვი თურქეთს აქვს, იქით სტამბული, ანკარა, იზმირი, ზღვისპირეთი და ასე შემდეგ. აქეთ არ არის განვითარებული შესაბამისად, თუ არ არის განვითარებული, ტვირთებიც არ ჭირდება და ეხლა ვისთვის უნდა იაროს გზამ, ხო? გზამისთვის უნდა იარსებოს. თუ ტვირთი არ არის. აღმოსავლეთ და დასავლეთის ვექტორი ლოჯისტიკურად შეიძლება განვითარდეს მხოლოდ აზერბაიჯანს, საქართველოს, შავი ზღვის მიმართულებით. ესეც გარდაუვალია და ჩვენც ახლა დიდ სუპერმოლოდინები არ უნდა გქონდეს ამ მიმართულებით. კი ბატონო, ეს იქნება შემოსავალს მოიტანს, სინერგიას მოიტანს, მულტიპლიკაციას, მაგრამ აქ არის სტრატეგიული ავტონომიურობის შენარჩუნება ჩვენთვის. ხო, ცუდი არ არის ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ იმ ძალასთან ერთად, ვისაც ტვირთები აქვს, ვის აქვს დღეს ტვირთები შესაბამისი რაოდენობის 100 მილიონი და პლუს მინუს, ეს არის ჩინეთი. აქედან გამომდინარე ეს პროცესი უნდა გადავწყვიტოთ, სტენდბაიზე აქვს საქართველოს ხელისუფლებას ეს საკითხი ჯერჯერობით გაჩერებული, მაგრამ იმედია რომ ადრე თუ გვიან ამას გადაწყვეტილებას მიიღებენ, კი ბელგიელები აღრმავებენ ანაკლიის სპორტს, მაგრამ საბოლოოდ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ჩინელები დავიპარტნიოროთ ამ ამერიკელებთან ერთად ყოთა შორის. ამერიკელებსაც შეუძლიათ საინჟინრო მონაწილეობა მიიღოთ ამ სიკვდილზე. რაც შეეხება ევროპას თავისი გაჭირვება აქვს უკვე 13 წელია დაღმავალ ტრენდზია ევროპა, 15% შემცირდა ცხოვრების დონე, ამის მონაცემები შეგვიძლია ვნახოთ ახალი მანქანების გაყიდვის სტატისტიკაში, მეორადი მანქანების იმპორტის სტატისტიკაში, ხიზილალის მოხმარება ერთსულ მოსახლეზე როგორი იყო და როგორი არის, ხო იყო 2015 წელს იყო 250 გრამი ერთსულ მოსახლეზე, ახლა 140 გრამი. თითქმის ორჯერ შემცირდა ხიზილალის, რაც ნიშნავს, ანუ ფუფუნების საშუალება უკვე აღარ არის. ხო, რესტორნების ესე იგი დაკავებულობის ხარისხი, სასტუმროების დაკავებულობის ხარისხი დაღმავალი ტრენდია, რომელსაც ვერ გააჩერებენ. რატომ? იმიტომ რომ ევროპაში რესურსები არ არის, ენერგეტიკული რესურსები რუსეთიდან ჩაწყდა, განვითარების საშუალება ევროპას რა ქონდა ადრე, ესე იგი შუა საუკუნეების დაწყებამდე, რენესანსის ეპოქის დაწყებამდე, ხო? ერთმანეთს ებრძოდნენ და ერთმანეთს ართმევდნენ ესე იგი რესურსებს. მე 14 საუკუნე, მე 15-დან დაიწყო კოლონიალური აღმოჩენები, ხო და სოფლიოს მოიტანა აღმავლობა. ხო, და მე საბჭოთა კავშირის რესურსებმა ასულდგმულა აი აქამდე ჯერ კიდევ იმიტომ რომ იაფად გაიტანეს მადნეული ყველაფერი რკინა, ჯართი, ფერადილი თონები, ხეტყე და ეხლა ეს რესურსი აღარავინ არ მიცემს იაფად, საქართველოს აღარ მიცემს იაფად არაფერს. და საქართველოს მხოლოდ პატარა და ყაზახეთი და ეს რუსეთი, უკრაინა, არავინ იაფად არაფერს აღარ მიცემს, საბაზრო ფასებია, ყველა მისწავლა ამ სისტემაში ცხოვრება. ამიტომ ევროპის დაღმავალი ტრენდის შესაჩერებლად ერთადერთი თეორიული გამოსავალი მათ აქვთ რუსეთის წიაღისეულზე დაპატრონება. რასაც ვერ ახერხებენ უკრაინის ფრონტის გამო, ვერ ამარცხებენ რუსეთს. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 22 წელიწადში, 3 წელიწადში დაიწყება ცენტრალურული აჩქარება ევროკავშირში, რაც ტენდენციები უკვე შესამჩნევია, მაგრამ 30 წლისთვის ევროკავშირი აღარ იქნება იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ თვალი გვაქვს შეჩვეული.
გასაგებია, ამასობაში გვანიშნებენ კიდევაც, რომ ჩვენი საეთერო დროც იწურება. მეც ვეღარ ვასწრებ სამწუხაროდ. მადლობა სტუმრობისთვის, მადლობა ამ საუბრისთვის და მართლაც მნიშვნელოვანია გლობალურ ასპექტში გააზრება მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გაუთვალისწინებლად ლოკალურ დონეზე მოქმედება კარგს არ მოიტანს საერთო სურათის გათვალისწინება და ამ საერთო მაჯისცემაში საკუთარი პოზიციების, ყარი პოზიციების პოვნა თუ ამ პოზიციების გამყარება არის ალბათ მნიშვნელოვანი კომპონენტი. ბატონ ირაკლი გოგოვასთან ჩვენი საინტერესო დიალოგი რადიო ემენდის Facebook გვერდზე